ნახოთ ახლა რა გადაიღო ფოტო ხაფანგმა. აქ ახლოს მაქვს დაყენებული. 2 დღის წინ დავაყენე და უნდა გადავიტანო სხვა ადგილას. 2 დღის წინ უბრალოდ კი არ დავაყენე. შევამოწმე და გადაღებული იყო უკვე ტყის კაკა, მაჩვსღარბა და ენოტი. და უნდა გადავიტანო ახლა სხვა ბილიკზე, სადაც წესით უნდა იყოს მგელი. ამ ტყეში არის ძალიან რთული მგლის გადაღება და წლებია ვეღარ ვიღებ. და წესით ახლა სადაც დავაყენებ, იქ გადავიღებ. ნახოთ. ახლა შეიძლება ტურა და შველიც დაგხვდეს. შეიძლება ისო მაჩვსღარბა, ენოტი, ყერნაც შეიძლება. ეს შველიც კარგი იქნება, თუ იქნება გადაღებული. ადამიანებსაც ვიღებ ხოლმე, რომელიც სოკოზე დადის. ანუ გასაფუჭებლად ეს ხალხი არ შემოდის ტყეში. არც ხის მოსაწვრელად, არც სანადიროდ. ახლა აქ ახლოს არის კამერა. ნახოთ რა გადაიღო. აქ არიან ტყის ბუებიც. ხმები ხშირად მესმის კოდალების ბევრი სახეობაა. ხო, აი გამოჩნდა კამერა. ნახოთ ახლა. ერთი დავჭდე. კარგად. ნახოთ. ელემენტები კარგად არის, 17 კადრია. ეს რა არის? ტურა. ძალიან კარგი. ტურები ყავს და უნდა იყვნენ კიდევაც. რადგან ბინადრობდნენ ამ ტყეში და საქართველოში, ესე იგი არიან საჭიროები. ანადგურებენ მღრღნელებს და ტურა რომ არ ყავდეს. მღრღნელები მერე ძალიან ცუდ ამბავში ჩაგვაგდებდნენ. და მელაც. არა, გაია. ორი ცხოველი გვაქვს. შეიძლება. აქაც მელა დღისით, აი კუდი ჩანს. იქაც რაღაც ცხოველი გადის. ტურა გავიდა მე მგონი. ნახოთ სხვა კადრებიც.
ორ დღეში ორი სახეობის ცხოველი ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. კარგი დაგემშვიდობებით და გადავიტან სხვა ადგილას იმ იმედით, რომ გადავიღებ მგელს.